დევნილთა კიდევ ერთი ობიექტის გაზიფიცირება დასრულდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გლდანში ყოფილი 100-ზე ბაგაბაღის შენობაში ბუნებრივი აირის სიმბოლურად აანთეს. ყოფილი ბაგაბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 23 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი ობიექტის გაზიფიცირებასთან ერთად იქ წყალკანალიზაციაც შეიცვალა. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საცხოვრებელი ფართი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. დიდი მადლობა ჩვენს მერიას, ჩვენს მთავრობას, ყველა იმ ხალხს, ვინც ასეთი სიკეთე გაგვიკეთა და ნამდვილად არ ველოდით და ასე რომ ძალიან გახარებულები ვართ ამ შემთხვევით. დაკანონებულია 10,000-მდე ოჯახი უკვე თბილისის მასშტაბით, ეს არის 30,000-ზე მეტი სული აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობენ უკვე საკუთრებაში, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საკუთრებაშია ეს მათთვის გადაცემული, ინდივიდუალური გამმცვალებელობა დასასრულს უახლოვდება, გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით აფხაზეთში, მაგრამ სანამ დაბრუნდებიან, პირობა, რომელიც პრეზიდენტმა მისცა ამ ადამიანებს, რომ მათ დაბრუნებამდე ექნებოდათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, აი ეს პირობა სრულდება და